Იფიქრიათ, როგორია თოჯინების ცხოვრება. ალბათ ეს ყველაზე უკეთ მაინც მათ ესმით, ვინც თავად ქმნიან, შემდეგ კი როლსა და ფუნქციას ანიჭებენ საოცარ ფიგურებს. ვლადიმერ მელცერი თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის მხატვარი ინჟინერია, საინტერესო შემოქმედებითი გზა თითქმის ნახევარი საუკუნის წინ მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიწყო. შემდეგ იყო რეზო გაბრიაძესთან მეგობრობა და გაბრიაძეს თეატრში გატარებული წლები. ბოლო 5 წელია, რაც გამორჩეული ნიჭის მქონე ინსტრუქტორი გიორგი მიქელაძის თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის შემოქმედებით გუნდს შეუერთდა. მას კარგად იცნობენ თეატრალურ სამყაროში, ახლა კი დრო არის, რომ ჩვენმა მაყურებელმაც გაიცნოს ის. მარიონეტები ძალიან დიდხანს ცხოვრობენ. ეს ძალიან ძველი თოჯინებია. გაკეთებულია პაპიერ-მაშე, ეგეთი ხერხით. ეს არის ქაღალდი, ძველი გაზეთები და ხის წები. აი ჩვენი ცეხი, საანქრო. აი ყველა ბიჭები აქ არის, გოგოებიც. ხართ ერთი ოჯახი. ეგრე გამოვიდა. ორმოცდაშვიდი წელი თეატრში მუშაობდა. აი ჯარის მერე შემთხვევით კლასელმა მომიყვანა თეატრში, მოზარდ მაყურებელთა თეატრში და ინსტიტუტი დავტოვე. პროსტე ისე მომეწონა სიტუაცია და რაღაცეები, თუმცა მე შემიძლია რაღაცის ხატვა, კეთება და მომწონდა და დავრჩი. მე მიმიღეს სამსახურში და პირველ ხელფასზე ვიყიდე საღებავები და თვითონ დავიწყე ხატვა. მე აქ დავიწყე მუშაობა 78 წელს. გაზაფხულს. ძალიან ბევრი დრო გავიდა, მაგრამ მენატრება. მაგრამ ხადახარ შემოვდივარ, ნახავ. ჩემი მეგობრები დარჩა, რომლის აქ მუშაობს. ძველეს. აი იქიდან არის შესაძლებელი. აი ეს დაფარული რაც არის. რეზო გაბრიაძე აი გააჩერა იქ მანქანა იქ. გააჩერა და ვიღაცა უთხრა რომ მე ვარ ბუტაფორი ამ თეატრში და მითხრა ты хочешь в Америку? Я говорю, хочу. Садись в мою машину. და წამიყვანა აქედან თავის თეატრში. ეს კარგად მაქვს და ისე დავიწყე მუშაობა რეზოსთან. ეგეთი და მართლა წამიყვანა 99-ში. პირველი ჩემი საზღვარგარეთ გასტროლები იყო ამერიკაში, სან-დიეგოში. ანუ საბჭოთა კავშირიდან პირდაპირ ამერიკაში. პირდაპირ ამერიკაში. ხედავთ მაშინ იმ რაღაცა სხვაობას და როგორ არა. აი იქ ნახე ნამდვილი ბალეტის სახელოსნო ამერიკაში. ეს იყო ყველაზე კაი პერიოდი ჩემი ცხოვრების. 7 წელი მოვიდით ბანტო კოშკში აშენეთ. იქ გავაკეთეთ ორი თოჯინა. რომ გამოდიან თბილისში. გასტროლები, კაი სპექტაკლები, მაყურებელი ტაში. მარტო თოჯინს კი არ ვაკეთებდი, მსახიობიც ვიყავი და ყველაფერი. უფრო მაინტერესებს ახალი, როცა მოდის ახალი ესკიზები, ახალი ხატვარი, ახალი რეჟისორი და ახალი მასალაც მოდის. ეს არის ყველაზე საინტერესო, რომ ვაკეთებ სულ ახალს. თოჯინებში უნდა იყო კიდე ინჟინერიც, ტექნოლოგიაც უნდა იცოდე, მასალებიც უნდა იცოდე და გემოვნება უნდა გქონდეს აუცილებლად, თუ ეს არ გამოდის. თეატრები უკდავია. სიცილიაზე ვიყავით და ვნახეთ მარიონეტების პალერმოს თეატრი და იქ არის თოჯინა, რომელიც არის 500 წლის რაინდი. წარმოვიდგინე და დღემდე მუშაობს ეს თოჯინა. ჩემ ბავშვობაში იყო უნგრელი მხატვარი, რომელიც კლასიკურად დახატა პინოკიო. ჩემთვის არის შედევრი. ის დახატები და ის დეკორაციები, რაც არის იმ წიგნში, ილუსტრაციები. ძალიან იმოქმედა ჩემზე გასტროლები, სადაც შევხვდი სხვადასხვა ჩემ კოლეგას, ესე ვთქვათ, იქ ვისწავლე ამის კეთება, ეხლა რასაც აქ ვაკეთებ. მუშაობის პროცესში შემიძლია დილიდან საღამომდე ვიჯდი და სახში არ წავიდე, თუ ძალიან საინტერესო სამუშაოა. მე ძალიან ბევრი მიმუშავა ოპერაში, ჩვენ ოპერაში. აი იქ მართლა გამითენებია ერთი ღამე კი არა, 2-3 კვირა.
ხანდახან აი სხვა ქვეყნებს სჭირდებათ რაღაც თოჯინა. დავუშვათ აი ბაქოში დასჭირდათ მეფელის დგავდნენ და იქ დასჭირდათ თოჯინა. იქ ეთყობა არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემთან მოვიდნენ და მე გავუკეთე თოჯინა. და წაიღეს ბაქოში და ნუ მე არ ვიყავი პრემიერაზე, არც მინახავ სპექტაკლი, მაგრამ მიხარია რომ ჩემი თოჯინა ცხოვრობს ახლა ბაქოში დავუშვათ. მარტო ბაქოში კი არა, ბევრ ქალაქებში ცხოვრობს. აი სად არიან თქვენი თოჯინები? ლოზანოში, შვეიცარიაში არიან. საფრანგეთში. ძალიან ლამაზი და ბედნიერი მომავალი ელოდება თოჯინების თეატრს. იმიტომ რომ ინტელექტი ვერ შეცვლის ზოგ რაღაცას. ცრემლებს, სიხარულს, სინანულეს, ემოციებს.